მოგესალმებით ბატონო ზაალ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი სტუმარი ხართ. საუბარი დავიწყოთ ტრამპის ინაუგურაციის თემით. მე მინდა გითხრათ მოვლენების შესახებ საქართველოს მიმართებაში როგორი მოლოდინი გაქვთ და რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს ის მოლოდინი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ამერიკის ურთიერთობების შესაძლო გადაიტვირთოს. მე ვფიქრობ, რომ ეს გადამეტებული მოლოდინების დათესვა არ არის მთლად გამართლებული, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საბოლოოდ გაერკვევა იმ მემკვიდრეობაში, რაც დაუტოვა მას წინა ადმინისტრაციამ, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, ზოგადად სიტუაციაში, რაც არის კავკასიის რეგიონში და ამის საფუძველზე მიიღებენ ისინი გადაწყვეტილებას თუ როგორ ააწყონ ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ურთიერთობების გადატვირთვა ეს არ არის, ვთქვათ, ცალკარში თამაში, ხო? აქ ვთქვათ, ორივე მხარემ უნდა შეუწყოს ამას მოხსენებათ, ითქვა, რომ ტანგოს ერთი ადამიანი არც ეყვავს, ორიც ეყვავს, ხო? შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა გამოიღოს ხელი და ურთიერთობების გადატვირთვა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეძლებს ქართული ოცნების ხელისუფლება დაარწმუნოს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, რომ საქართველოს არის რეგიონში მისი ერთგული პარტნიორი, რომ მისი მმართველობის პირობებში აშშ-ის ინტერესებს არც საქართველოში და არც რეგიონში რამე საფრთხე არ დაემუქრება და აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს პოზიციათა დაახლოება, იმიტომ რომ თუ პოზიციათა დაახლოება ვერ მოხდა მთელ რიგ საკითხებზე, რაც აწუხებს როგორც ერთს, ისე მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ვერანაირი გადატვირთვა ვერ შედგება და დონალდ ტრამპმა თავის საინაუგურაციო გამოსვლაში პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანია, რომ გააძლიეროს ამერიკის შეერთებული შტატები და გახადოს ის ისევე ძლიერი, როგორც იყო დაუშვათ, როგორც ითვლის მისი პრეზიდენტობის დროს და შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებაში იმოქმედებენ უპირველეს ყოვლისა საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე და თუ იმას გონია, რომ ხარ რომ მანდა მაინც ისე ინტენსიურად გაითვალისწინებენ იმას, რასაც ქართულ ოცნება უნდა რომ მათ გაითვალისწინონ, ასე არ არის, იმიტომ რომ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ვთამაშობთ ჩვენ და შესაბამისად მათი მხრიდან აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ, იქნება დაყენებული გარკვეული მოთხოვნები, რა მოთხოვნები ამას ჩვენ ნახავთ რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც შედგება ალბათ ოფიციალური და არაოფიციალური კონტაქტებიც და ეს გამოჩნდება აუცილებლად ეს დაეთყობა ქართული ოცნების ლიდერების გამოსვლების ტექსტს და პათოსაც და ამას ნახავთ ჩვენ ასევე აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებებში. მაგრამ ჯერჯერობით მოთმინებით უნდა აღვიჭროს და ველოდოთ, როდის თქო გაერკვევიან ისინი საერთოდ რა ხდება რეალურად აქ საქართველოში. იმიტომ რომ მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი დიდწილად ცალმხრივი ინფორმაციით იკვებებიან იმის თაობაზე, თუ რეალურად რა ხდება აქ ჩვენთან, იქიდან გამომდინარე თუ რა გადაწყვეტილებები იყო მიღებული წინა ადმინისტრაციის დროს. ჩვენთან არსებულ ვითარებაზე მინდა გითხრათ ასევე, უწყვეტი პროტესტი გრძელდება და აი რა გესახებათ გამოსავლათ ამ ვითარებიდან.
როგორ შეიძლება რომ განვითარდეს მოვლენები, როგორ მეუბნებით? რაც შეეხება უწყოთ პროტესტს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ოპოზიციის, რომ ვთქვათ, ბოლო იმედი თუ ბოლო ინსტრუმენტი მათ ხელში, რომ რაღაცნაირად შეძლონ პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ. როგორც პოლიტიკურმა ძალამ, მათ მხარდამჭერებთან ერთად, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ხო მარტო პოლიტიკური პარტიები არ არის, არიან მათთან აფილირებული ჯგუფები, საზოგადოებრივი გაერთიანებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ანუ კოლექტიური ოპოზიცია რომ უწოდოთ მათ, ეს აქციების უწყვეტობა არის მათი აი ბოლო ნავსაყუდელი თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ თუ ეს უწყვეტობა შეწყდა, ხომ და აქციები გაჩერდა, შესაბამისად დასავლეთშიც იფიქრებენ დიდი ალბათობით, რომ კრიზისი განიმუხტა. მაშინ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ცოტა ხანი რომ ჩავძვრეთ ოპოზიციის ტყავში, ჩვენ თავი მათაც გზა წარმოვიდგინეთ. რაღა დარჩათ მათ გარდა ქუჩის პროტესტისა, სხვა არაფერი, იმიტომ რომ ისინი ვერ ამტკიცებენ იმას, რომ არჩევნები გაყალბდა, ამის დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს, ამდენი ხნის განმავლობაში ვერც ერთი სერიოზული საბუთი ვერ წარმოადგინეს, მაგრამ ეხლა უკვე გაცხადებული პოზიციიდან უკან ხო არ დაიხევენ, ხო? პარლამენტში შესვლაზე ვარს აცხადებენ. შესაბამისად დარჩათ რა, ერთი რამ, რომ როგორმე ამ უწყვეტი პროტესტით და გარედან ზეწოლით აიძულონ ხელისუფლება, რომ დანიშნოს ახალი არჩევნები, მაგრამ აქაც უყურეთ, როგორი კოლიზიასთან გვაქვს საქმე, ოპოზიცია თანახმა ახალ არჩევნებზე მხოლოდ იმ პირობებით, რაც თავად მიაჩნია საჭიროდ. ანუ მათ მიაჩნიათ, რომ უნდა შეიცვალოს ცესკო, უნდა შეიცვალოს პროკურატურა, უნდა შეიცვალოს სასამართლო ძალოვანი სტრუქტურები და იქ დაენიშნონ მათთვის მისაღები ხალხი. ანუ ფაქტიურად, როგორ თქვა, ახლა ამას გასაგებია, რომ ღიად ვერ უთქვია, მაგრამ უნდათ რომ ეს სტრუქტურები მეტნაკლებად მოექცეს მათი გავლენის ქვეშ და ამ პირობებში ჩატარდეს არჩევნები, რომ ქართული ოცნება იყოს განიარაღებული. და თუ კი ქართული ოცნება დათანხმდება არჩევნების ჩატარებას აი ამ პირობებზე, მაშინ ის არჩევნებზე გამოვა როგორც დასუსტებული პოლიტიკური ძალა, ხო? იმიტომ რომ მისი ამორჩეველი ვერ გაიგებს მის პოზიციას, იმიტომ რომ თუ კი როგორც ქართული ოცნება ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ კონკურენტულ გარემოში, მაშინ რა ლეგიტიმური საფუძველი აქვს ახალი არჩევნების მოთხოვნას. მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოების ერთ ჯგუფს და პოლიტიკური პარტიების ერთ ნაწილს, რომელიც შეადგენენ უმცირესობას, ასე უნდა? ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ ცოტა შორს რომ გავიხოთ და დიდი სურათი რომ დავინახოთ, დაუშვას და დაინიშნა ახალი არჩევნები. ამით რა პრეცედენტი შეიქმნება სახელმწიფოში და ჯერ ერთი არავითარი გარანტია არ არის იმისა, რომ ამ კრიზისი განიმუხტება, ეს ერთი. მეორეც გამოდის, რომ ყოველ ჯერზე ჩატარებულ არჩევნებზე თუ ეს რომელიღაც პოლიტიკურა საზოგადოებრივ ჯგუფს მისი შედეგები არ მოეწონა, ისინი გამოვლენ კარეთ და მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას. სადამდე მივალთ მაშინ. ჯერ უნდა დამტკიცდეს, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს ჯერჯერობით ვერ მტკიცდება და უკვე ამის შემდეგ ექნებოდა რაღაც ლეგიტიმური საფუძველი ახალი არჩევნების მოთხოვნას. მე ყოველ შემთხვევაში ასე უყურებ ამ საკითხს. ასევე მინდა ვკითხოთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებითაც. როგორ შეაფასებთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას და როგორ ყალიბდება გეოპოლიტიკური ძალების ბალანსი? ჩვენ ვიცით, რომ სომხეთს და რუსეთს შორის არის დაწესებული ვითარება, სომხეთმა და ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს და ვიცით, რომ სომხეთს სურს ევროკავშირის წევრობა. დასავლეთმა ბოლო პერიოდში გააძლიერა სომხეთის სამხედრო დახმარება კერძოდ საფრანგეთმა. ამაზე ყოველთვის მწვავე
რეგიონისთვის ეს და როგორი ძალთა ბალანსი პარლამენტება კავკასიაში თქვენში? კავკასიაში ძალთა ბალანსი ჯერჯერობით არის ის, რომ აზერბაიჯანი თავისი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალით ყალიბდება როგორც ლიდერი სახელმწიფო. გარდა იმისა, რომ მას უდგას გვერდით მისი ძლიერი მოკავშირე თურქეთი, მას აქვს ნავთობი, მას აქვს რეგიონში ყველაზე ძლიერი სამხედრო პოტენციალი და აქ აღარაფერს ვამბობ ნავთობზე და გაზზე, რაც არის მისი ძალიან ყველაზე დიდი რესურსი. ესაბამისად, აქ ძალთა ბალანსი აშკარად არის გადახრილი აზერბაიჯანის მხარეს და თუ მიაქციოთ ყურადღება, აზერბაიჯანმა ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირით სომხეთთან მიმართებაში, რომ უწოდა მას ფაშისტური სახელმწიფო და თქვა, რომ თუ დაუშვათ და თავად სომხები არ მოაგვარებენ ამ საკითხს, მაშინ აზერბაიჯანი მოაგვარებს ამ საკითხს. ანუ წერტილს დაუსვებს ასეთი სახელმწიფოს არსებობას. ეს არის ფაქტიურად სასიკვდილო დარტყმა, არა, მაგრამ ძალიან მძიმე დარტყმა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდება ყველა, იმიტომ რომ ეს უნდა გახდეს რეგიონში სტაბილურობის დამყარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარი. შესაბამისად, ასეთი განცხადების შემდეგ და სომხეთისგან ანალოგიური პასუხის შემდეგ, როდესაც მათ აზერბაიჯანი იქით დაადანაშაულეს ფაშისტურ სახელმწიფოს არსებობაში, მხარეებს შორის ურთიერთობები დაიძაბა. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა ისევ წამოწია დღის წესრიგში ზანგეზურის დერეფნის საკითხი, რომელიც ამ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტიდან დროებით ამოღებული იყო და ეს ყველაფერი, როგორც აზერბაიჯანელი სომეხი ანალიტიკოსი ამბობენ, მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაცია მიდის ესკალაციისკენ. ყოველ შემთხვევაში სამშვიდობო შეთანხმებამ გადაიწია და როდესაც მხარეები ასეთ რიტორიკას იყენებენ ერთმანეთის მიმართ, ეს ყოველთვის მთავრდება ხოლმე ესკალაციით. თუმცა ჩემის აზრით ჯერჯერობით ესკალაციის ალბათობა ალბათ მაინც ჯერჯერობით საშუალოზე დაბალია, იმიტომ რომ აზერბაიჯანი მაინც ანგარიშს უწევს საერთაშორისო წრეების რეაქციას და შეიძლება მან ასე ფრისიერად სამხედრო ნაბიჯები არ გადადგას, მაგრამ წლის განმავლობაში მე არ გამოვრიცხავ, რომ მან ზანგეზურის დერეფანზე კონტროლის აღების მიზნით გარკვეული სამხედრო მოქმედება განახორციელებს. თქვენ მკითხეთ იმაზე, თუ რას უნდა ნიშნავდეს სომხეთის ასეთი ინტენსიური მოძრაობა დასავლეთისკენ. მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც სომხეთში დაკარგეს იმედი რუსეთის მხარდაჭერის და მათ შორის ურთიერთობები გაცივდა საკმაოდ, მათ გადაწყვიტეს, რომ შეეცვალათ გარკვეულწილად გეოპოლიტიკური ვექტორი, მაგრამ ამას აკეთებენ ძალიან მდორედ, ძალიან მშვიდად, რომ რუსეთი ძალიან არ გააღიზიანო. თუმცა რუსეთში, რა თქმა უნდა, ამ თამაშებს კითხულობენ, ანუ რა თამაშს თამაშობს ერევანი და ვფიქრობ, მათგან იქნება ამაზე რეაქცია, მაგრამ სომხეთი რამდენად შეძლებს აქედან მიიღოს ის სტრატეგიული სარგებელი, რასაც ის ელოდება. აქ უკვე ძალიან სათუო საკითხია, იმიტომ რომ ჯერჯერობით კი აძლევენ მას იარაღს, უწევენ სამხედრო დახმარებას, მაგრამ ჯერჯერობით მაინც შეზღუდული მასშტაბით, არა ისეც, რომ დაუშვათ მოიპოვოს გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობა აზერბაიჯანზე, მაგრამ
ამან შეიძლება ისე სომხეთი დააზარალოს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მას შეიძლება გაუჩნდეს განცდა იმისა, რომ აი მისი სამხედრო პოტენციალი მას აძლევს საშუალებას, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ დაიწყოს სამხედრო მოქმედებები ყარაბაღზე კონტროლის აღსადგენად, იმიტომ რომ აქ არის ერთი დელიკატური მომენტი, რომ აზერბაიჯანი დაჟინებით ითხოვს სომხეთისგან, რომ მისი კონსტიტუციიდან ამოიღოს საერთოდ ხსენება მთიანი ყარაბაღის. სომხეთი ამაზე არ თანხმდება და ვიდრე ეს მთიანი ყარაბაღი არის სომხეთის კონსტიტუციაში ნახსენები წერია, ხომ? შესაბამისად ყოველთვის იარსებებს იმის ალბათობა, რომ სომხეთმა პრეტენზია განაცხადოს ამ ტერიტორიის დაბრუნებაზე. და მეორეც ეს ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ის 120,000 დაახლოებით სომეხი ლტოლვილი, რომელიც გამოიქცა ყარაბაღიდან და ეხლა სომხეთში არის განსახლებული, მათი დაბრუნების საკითხი სომხეთში არ მოხსნა დღის რიგიდან. არ მოხსნა. მართალია ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ საკითხი ის სიუჟეტში დგას. ასე რომ სამწუხაროდ ამ სამხედრო ესკალაციის ალბათობა არსებობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. და ბოლოს პირველი საგარეო ვიზიტი კომპაქტის აზერბაიჯანში რამდენიმე დღის წინ და რა შეგვიძლია გადავიტოვოთ ალიევის განცხადებებიდან გამომდინარე კომპაქტის განცხადებებიდან, რა ჩვენ ამ ვიზიტმა და როგორ აფასებთ? იცით რა არის ახლა საჯარო განცხადებები, რაც კეთდება ხოლმე ასეთი ვიზიტების დროს ოფიციალური პირების მიერ, ეს არის პუბლიკაზე გათვლილი განცხადებები, ხო? შესაბამისად ამ განცხადებებიდან რამე ისეთი მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა რთულია, თუმცა ის რომ კობახიძემ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი განახორციელა სწორედ აზერბაიჯანში, ეს არის ხაზგასმა იმისა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს აზერბაიჯანთან ურთიერთობას და შესაბამისად აზერბაიჯანი კი საქართველოსთან. ამით ამ ვიზიტით იყო ნათქვამი ის, რომ აი საქართველოსთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობა უფრო პრიორიტეტულია ვიდრე სომხეთთან. იმიტომ რომ პირველი ვიზიტი გახორციელდა სწორედ ბაქოში. და თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიხუნ ბაირამოვის განცხადებას, მან თქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი დაახლოებით ერთ და იგივე მდგომარეობაში არიან იმ კუთხით, რომ ორივე მათგანი ებრძვის საკუთარ ქვეყანაში გარეშე აკუნჩარებებს და თქვა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ არ მოხდეს საშინაო საქმეებში გარედან ზედმეტად ჩარევა. ანუ რაღაც შეხების წერტილები, რა თქმა უნდა, არის არა მარტო არამედ სხვა საკითხებშიც კი. გარდა ამისა, მოიხსენებათ, რომ აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი დიდი ინვესტორი საქართველოში, შედის ჩვენი სავაჭრო პარტნიორთა პირველ ხუთეულში, გვაწვდის ენერგორესურსებს. არის, რა თქმა უნდა, ორ მხარეს შორის გადაუწყვეტელი საკითხებიც, რომელზედაც მხარეები გასაგებია საჯაროდ არის საუბრობენ. ეს არის თუნდაც ინგილოების საინგილოში ცხოვრები, აქ ჩვენი თანამემამულეების უფლებების დაცვა, რომელთა იქ ყველაფერი ისე კარგად არ არის და სამწუხაროდ ამაზე ჩვენი მედია ბევრს არ საუბრობს და რა თქმა უნდა არის კიდე გადაუწყვეტელი დავით გარეჯის საკითხი, ხო? ამაზე არაფერი თქმულა, რაც მე გადავხედე არც ქართულაც აზერბაიჯანულ მედიაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები ორმა ლიდერმა განიხილეს, მაგრამ რა შეთანხმებასთან მივიდნენ ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ეს თემა, დავით გარეჯის თემა ყოველთვის იყო და იქნება ქართულ-აზერბაიჯანულ
ურთიერთობებში ერთ-ერთი ვთქვათ, რომ მოგვითხოვენ წინამდებობის ობიექტი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ.